ანკარა-თბილისი-ანკარის პირველი რეისი შესრულებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოსა და თურქეთის დედაქალაქებს შორის პირდაპირ ავიამიმოსვლა უკვე ოფიციალურად დაიწყო. პირდაპირ რეგულარულ რეისებს Turkish Airlines შვილობილი კომპანია AJet კვირაში 4-ჯერ სიხშირით შეასრულებს. მნიშვნელოვანი არის თურქეთის მიმართულება, სტრატეგიულ ქვეყანას წარმოადგენს. წელს მარტო პირველი თვის განმავლობაში 900,000-ზე მეტ მგზავრს მოემსახურეთ, რომელიც რეგიონში მგზავრთა ნაკადის 45% შეადგენს, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ტურისტული ნაკადების გაზრდას. ამ მიმართულებაზე მოთხოვნა ძალიან გაზრდილია. TAV ჯორჯია პარტნიორებთან ერთად მუდმივად ზრუნავს როგორც თბილისის, ასევე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიდან ახალი მიმართულებების განვითარებას. თბილისსა და ანკარას შორის პირდაპირ ავიამიმოსვლის დაწყებას წინ ორი ქვეყნის მთავრობებს შორის მოლაპარაკება უძღოდა. ამაზე კი პირველად საქართველოს პრეზიდენტის თურქეთში ვიზიტისას ითქვა. საქართველოს პრეზიდენტის თურქეთში ვიზიტის დროს ეს საკითხი განხილული იყო საქართველოს პრეზიდენტ და თურქეთის პრეზიდენტის შორის. ამ საკითხთან დაკავშირებით ასევე აქტიურად იმუშავა საქართველოს ეკონომიკის და რადიგანთარების მინისტრმა ქალბატონმა მარიამ ქრივიშვილმა, როგორც სახელმწიფო უწყებებთან, ასევე ავიაკომპანიის მაღალ დონეზე წარმომადგენლებთან. ტურიზმის სექტორში ამბობენ, რომ თბილისსა და თურქეთის დედაქალაქს შორის ახალი საჰაერო ხიდი ორი ქვეყნის ტურისტულ და ეკონომიკურ თანამშრომლობას ახალ ეტაპზე გადაიყვანს. აღნიშნული ახალი მიმართულება ვფიქრობთ, რომ ძალიან პოზიტიურად იმოქმედებს და შესაძლებელი გახდება, რომ სწორედ ანკარიდან საქართველოში ბევრად მეტი როგორც საქმიანი, ისე მოგზაურობის დანიშნულებით მგზავრი ჩამოიყვანოს. ანკარა არის თურქეთის, ესე ვთქვათ, ბიზნეს ჰაბი და შესაბამისად ბიზნეს მოგზაურების შემოსვლა ქვეყანაში კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევს გაძლიერდეს სექტორი ეკონომიკური თვალსაზრისით. მეზობელ ქვეყნებს შორის ყველაზე აქტიური საჰაერო მიმოსვლა საქართველოს სწორედ თურქეთთან აქვს. ახალი და რეგულარული პირდაპირი ფრენები კი ამ მასშტაბებს კიდევ უფრო გაზრდის.